მოგესალმებით. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლოს ეს სტილი ავარჩიეთ, ამ სტილზე დაყრდნობით ავაწყე ორი გვერდი, პროდუქტები და კონკრეტული პროდუქტის გვერდი. ერთში იქნება ყველა კატეგორიის პროდუქცია და მეორეში კონკრეტული პროდუქტი. მოკლედ, ამ პირველ გვერდზე რა სექციებისგან შედგება ეს პირველი გვერდი, ვიცით, რა კომპონენტებისგან შედგება. თავარი ყურადღება იყო გამახვილებული ნავიგაციაზე, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად როგორც მომხმარებლები ამ საიტზე შემოსვლის დროს ვიხელმძღვანელებთ პირველივე კომპონენტით ნავიგაციით და მაქსიმალურად ვეცადე, რომ ეს ნავიგაცია ყოფილიყო ინტუიტიური, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი თუ პროდუქტს ეძებს, აქვე სექციაშიც შეუძლია ძირითადი ორი კატეგორიით, ინდორით და აუთდორით გაარჩიოს პროდუქცია და ამავდროულად კოლექციებით, პროდუქტებით და ცალკეული მატერიალებით, რომლის დახმარებითაც, რასაც ეძებს მომხმარებელი, ყველა ვარიანტში ნავიგაციითაც არის ეს ყველაფერი შესაძლებელი, რომ იპოვოს და თავად სექციებს. აი ზუსტად იგივე სექციებია, რაც ნავიგაციაში ქვე კატეგორიები მაქვს ჩაშლილი. აი მაგალითად collections თუ დავაჭერთ, მივახლოვებთ უბრალოდ მაუსს. ყველა წლის კოლექციას წარმოგვიდგენს, კოლექციიდან კონკრეტულ კატეგორიზაციას, sofas, daybed, armchairs თუ რაც იქნება, ყველა კატეგორია აბსოლუტურად უბრალოდ თუ ყველა კატეგორიის ნახვა მომდება, CL-ს დააჭერს ხოლმე. ისევე როგორც ნახეთ იგივე. პროდუქტების ცალკე ნავიგაციის ელემენტი. პროდუქტებიც ხო კონკრეტულად პროდუქციას ყოფს კატეგორიებად, როგორც არის sofas, chairs, ისევე იგივე, დიუნები, სავარძლები, მაგიდები, თუ მე ყველა მინდა რომ ნახო, შემიძლია ინდორის და აუთდორის ერთდროულად დავინახო. აქ hospitality, commercial, hotels and resorts შეგვიძლია ცალკე კატეგორიები თავისი ფოტოსურათით და ვიზუალური ელემენტებით უკვე პირდაპირ დავანახოთ მომხმარებელს, მაგრამ თუ მომხმარებელმა მაინც პროდუქტს დააჭირა ხელი, აქ უკვე ყველა ტიპის პროდუქტს შეხვდება, როგორც indoors, outdoors და დაიწყება პირველი ამ კატეგორიით, რაც არის აქ. Sofas, chairs, tables, accessories, beds და კიდევ სხვა მრავალი, ხო? შეგვიძლია მომხმარებელს ამ გვერდზე ვედასერჩოს კოლექციის თარიღის მიხედვით, კატეგორიის მიხედვით, დიზაინერის მიხედვით და თავად პროდუქციის სახელის მიხედვით. პირველი კატეგორია sofas, ჩამოდის, ეცნობა ფოტოსურათებით და სახელით, როგორც ეს მინუტის შემთხვევაში იყო. აქ არ გეგონათ, რომ მხოლოდ ეს 9 ნივთი იქნება წარმოდგენილი, ბუნებრივია ამას პროგრამაში ან პაგინაციით ჩააშლიან დეველოპერები, ან კიდევ უბრალოდ ყველაზე ახლები იქნება აქ დამატებული ამ ლოგიკას, რა თქმა უნდა, დეველოპერი შეეცდება, რომ ჩანერგოს. შემდეგი იქნება daybed-ი, რომელიც აქაც ანალოგიურად რაოდენობა დამოკიდებულია დეველოპერზე და თქვენზე. და ფოტოსურათებიც ბუნებრივია ეს ფოტოსურათები არის ჩემი არ მოპოვებული უფასო სორსი, არ გეგონოთ რომ ამაში რაღაც ფულს ვიხდი, AI-ით დაგენერირებულია ნახევარზე მეტი და მაქსიმალურად ვეცადე რომ მიმიახლოვებინა თქვენს პროდუქციასთან. ბუნებრივია ეს მაგალითია და არ იქნება ზუსტი. Armchairs-ი, კიდე beds და უამრავი სხვა კატეგორია, რომელიც indoors და outdoors აერთიანებს. თუ მე მინდა კონკრეტულად indoor-ი ან outdoor-ი, შემიძლია ამ კატეგორიასაც მივყვე. თუმცა თუ ავირჩიე კონკრეტული პროდუქტი, მაგალითად მივედი იმ დასკვნამდე, რომ მინდა აურელიას ეს სოფა. დავაჭერ ხალხს, გადავდივარ აურელიას ამ page-ზე, სადაც მე ვხვდები პირველი იმ ოთახში, ეხლა ის არ გეგონთ, რომ ხარისხი ცოტა უჭერს ხოლმე ჩატვირთვა პირველივე წამებზე, ამიტომ ცოტა ხანი დავალოდები. ეს ფოტოსურათი ეხლა რაც არის უკან, არის ჩვეულებრივი ოთახი, სადაც ეს ჩემი ნივთი რაც ავირჩიე, ეს არის ამ ოთახში. და როგორ მოუხდება სხვა პროდუქციას, სხვა ტუმბო იქნება ეს, მაგიდა იქნება, სავარძელი იქნება თუ კარპეტი იქნება, ყველაფერი არის წარმოდგენილი აქ. ნუ მოკლედ, მთელი ეს სექციები ზუსტად ამას ეუბნება მომხმარებელს, რომ გარდა ამ სოფასზე კიდევ გვაქვს სხვა პროდუქცია იგივე სეტში, ზუსტად ამ სეტში, როგორიც არის, ხო? ეს მე თქვენ პირველ შეხვედრაზეც გაჩვენეთ, უბრალოდ იქ ცოტა პრიმიტიული სახე ქონდა. შემიძლია მაგალითად ამ სოფასთან ერთად დავინახო სავარძელი, რომელიც არის აქ მოთავსებული. ფლასკილაკს თუ დავაჭერ ხალხს, სავარძელს მაჩვენებს. შემიძლია ამ კონკრეტულ სავარძელზე გადასვლა. მაგიდა, კარპეტი, ხო? შემდეგ უკვე შემიძლია, ბევრი ვერ მიაგნებს ამ ღილაკებს, მიუხედავად იმისა, რომ ესეთი თვალსაჩინო ადგილი აქვს, თითო პროდუქტზე დევთ საუზე. ცალკე სექციაც გავაკეთე ეგეთი, ყველა AOG, რაც არის აქ ფოტოსურათზე წარმოდგენილი. შეუძლიათ სავარძლის, მაგიდის და კარპეტის ცალკეულად მოძიება და გადასვლა კონკრეტულ გვერდზე. ისევე როგორც გადმოვედი მე ახლა აურელიას შემთხვევაში, ხო? შემდეგი სექცია არის ზოგადი ინფორმაცია ჩვენს პროდუქტზე, კონკრეტულ პროდუქტზე, სოფაზე, აურელიაზე. ეს ფოტოსურათები აბსოლუტურად არის AI-ის დაგენერირებული, არის ესეთი
სოფტი, რომელსაც მე მივეცი ჩემი პროდუქტი და თვითონ დააგენერირა ფოტო. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ფოტოსურათები ვიცადი რომ მაქსიმალურად ყოფილიყო თქვენს პროდუქტებთან მიახლოებული და ეს არ არის ბუნებრივია ნაღდი. შემდეგ ქვემოთაც ესეთი დიდი ფოტოსურათების კარუსელი ხდება, სხვადასხვა ოთახებში დადებული ჩვენი სოფა. რა ნივთებს უხდება, რა კოლექცია გვაქვს და ქვემოთ ტექნიკური მახასიათებლები, ანუ ნახაზები. გვაქვს მაგალითად large, medium, small. შემიძლია კონკრეტული ამ კატეგორიის ზომები ვნახოთ სიგანეში რამდენია, სიმაღლეში რამდენია. გავეცნო დეტალებს, ეს სამი ფოტოსურათი არ ექნება, რა თქმა უნდა, თითოეულ პროდუქციას ექნება განსხვავებული და ინდივიდუალური, ეს რა თქმა უნდა, თქვენზე იქნება დამოკიდებული, რა კატეგორიით ჩაშლით. მაგალითად, small-ის, large-ის და medium-ის გარდა კიდე შეიძლება სხვა კატეგორიას ნახაზიებიც გქონდეთ და ტექნიკური ფაილები, ხო, რა თქმა უნდა, ეს თქვენზე არის დამოკიდებული. უბრალოდ ეს სექციაც აუცილებელია ბუნებრივია პროდუქტის ინფორმაციის მიწოდების დროს. სტრუქტურა, cover-ი და base-ი ამ სექციაზე იქნება. ეს უფრო დეტალურად შლის, რა სტრუქტურა აქვს თვითონ ამ ჩვენს პროდუქტს და რა მასალისგან შედგება უშუალოდ ის, რა მასალა აქვს გადაკრული უშუალოდ ამ ჩვენს სოფას. ასევე base-ი რა არის ძირითადი სტრუქტურა, იქ იქნება მეტალის ფეხისგან შედგება მაგალითად კონკრეტულად თუ ხის ფეხები აქვს ჩვენს სოფას, არ არის აუცილებელი სოფა, ნებისმიერი ნივთი იგულისხმეთ. აქ ყველაფერი იქნება მითითებული. და arrangements-ში აქ გავაკეთე ამ კონკრეტული პროდუქტის სხვადასხვა ვერსია, ვარიანტი, ფერებიც იქნება თუ ეს სხვა მახასიათებლით, სხვადასხვა ოთახში. პირველში მაქვს თეთრი, მეორეში მაქვს ლურჯი, მესამეში მაქვს მწვანე ჩვენი სოფა. აურელია 1, აურელია 2, აურელია 3. ანუ ამ სექციებისგან შედგება კონკრეტული პროდუქტი. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აურელიას სოფას გარდა კიდევ უამრავი სხვა პროდუქტი მაქვს, ანუ თითოეულ მათგანზე ფრეიმის სტატიკური გამზადება არ დაგჭირდება, უბრალოდ ეს რომ უშუალოდ პროდუქტზე გადმოვიდნენ და პროდუქტის გვერდი ნახვან, ამ სექციებისგან შედგება და ამ კომპონენტებისგან. საბოლოო ჯამში ეს თუ მოგვეწონა, გავაგრძელებთ მატერიალების ჩაშლას, მატერიალებში აქ გვაქვს ცალკე ხის მატერიალები, მეტალის მატერიალები, ну ცალკეულად ეს იქნება კოტონი თუ ცალკე დამატებით გადასაკრავი მატერიალები, ბუნებრივია ამას თქვენ პროდუქციასთან მიახლოებულად და კატეგორიებიცაც შესაბამისად შევქმნი, უბრალოდ ესეც იქნება ცალკე მოყვანილი მატერიალები. კოლექციებსაც ესე ჩავშლი, როგორც პროდუქტი, ანუ ერთი კონკრეტული პროდუქტის მსგავსად კოლექციაც ერთი კონკრეტული კოლექცია იქნება და დანარჩენი უკვე ეს თუ მოგეწონათ, ეს სექცია და ეს სტრუქტურები, ახლა რაც შემოგთავაზეთ, შემიძლია დავტოვო და ესე გავაგრძელო თითოეული კატეგორიის კონკრეტული პროდუქტი. თუ რაიმე განსხვავებული აზრის გახართ და აზრი გაქვთ, შეგიძლიათ მომწეროთ და ამ ვიდეოს განხილვის შემდეგ აუცილებლად დამიბრუნდეთ ფიდბექი.